მოგესალმებით მეგობრებო. ეთერშია პროექტი ვერიტას. მე მისი წამყვანი ირაკლი მეფარიშვილი დღეს გთავაზობთ დიპლომატს და რონდელის ფონდის უფროს მკვლევარს გიორგი ბადრიძეს. გიორგი, მოგესალმები, მიხარია რომ ჩემი სტუმარი ხარ. მადლობა მოწვევისთვის. გიორგი, ჩვენ გამომდინარე ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გვაქვს სადისკუსიო თემა სწორედ აი აქ მიმდინარე მოვლენები. შევაფასოთ მისი საგარეო პოლიტიკური ასპექტი, რა მდგომარეობა შეიქმნა და რა მოვლენათაგან ვითარების სცენარები შეიძლება არსებობდეს და პოლიტიკური კრიზისის ერთგვარი გადაწყვეტის შესაძლო სცენარებზეც ვიმსჯელოთ. ხო? მოდი დავიწყოთ გამხსნელი ზოგადი კითხვიდან და შემდეგ კი ძალიან კონკრეტულამდე ჩავალთ. თქვენ როგორ აფასებთ? ეს მდგომარეობა, ახლა რა მდგომარეობაც არის ქვეყანაში? რამ შექმნა ეს კრიზისი? ხო, ეგ ალბათ ყველაზე უფრო მარტივი საპასუხო კითხვა არის, ძალიან რთული ფენომენია, მაგრამ ჩემთვის ორი აზრი არ არის იმაში, რომ ყველაფერი მომდინარეობს ბიძინა ივანიშვილის მცდელობიდან, შეინარჩუნოს ოლიგარქის ოცნება, რაც წარმოადგენს მის მიერ ქვეყნის მიტაცების უკვე საბოლოოდ გაფორმებას, მოდი მას არ გონია რომ ის იტაცებს ქვეყანას, ის თulis რომ მან პრივატიზაცია მოახდინა ქვეყნის, მან ჩადო საკმარისი თანხა თავის დროზე ამ საზოგადოების ნაწილში, პოლიტიკურ პროცესებში და შესაბამისად კანონიერ მფლობელად თulis თავის თავს შპც საქართველოში. ეს არის მისთვის კერძო კომპანია, რომელსაც მართავს თავისი დაქირავებული მენეჯერების მიერ, ამ მენეჯერებს პერიოდულად ცulis, ანაცვლებს ერთმანეთში, მენეჯერებს ქვიათ პრემიერ-მინისტრი, სხვადასხვა მინისტრები, ის თვლიდა, რომ პრეზიდენტებიც მისი, ასე ვთქვათ, ხელქვეითები იყვნენ და აქამდე წინა ორში არ გაუმართლა, ესე გამოვიდა ყოველ შემთხვევაში და ახლა ისე გადაიზღვია თავი, რომ მოგეხსენებათ პრაქტიკულად შეურაცხმყოფელი კანდიდატურა დაასახელა, რომელმაც ჩემი აზრით დაუმატა მუხტი აი მის მიმართ უკვე ჩამოყალიბებულ ძალიან სერიოზულ პროტესტს. ანუ ყველაფერი ძალიან გავს იმას, რა გზითაც იარეს სხვა ჩვეულებრივმა დიქტატურებმა, რუსულად ამას ქვია ძალაუფლების ვერტიკალი, რომელსაც ის მეთოდურად აშენებდა, ნიუანსები არის განსხვავებული, მაგალითად, რუსეთში თავიდანვე ჩამოყალიბდა ერთგვარი კონტრაქტი საზოგადოებასთან, სადაც პუტინმა პირდაპირ ღიად მოითხოვა მთელი ძალაუფლება, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური და სანაცვლოდ ის პირდებოდა საზოგადოებას ჯერ სტაბილურობის აღდგენას, რაც შეძლო და შემდეგ კეთილდღეობას. და განსხვავება იმაშია, რომ კეთილდღეობის ნაწილში ის შეეხო მარტო ერთ გარკვეულ კატეგორიას მოქალაქეების, პირველ რიგში რეჟიმთან დაკავშირებულ ადამიანებს, რომლებიც მილიარდერები გახდნენ, პრაქტიკულად უკლებლივ ყველა. მეგონი მსოფლიოში არ არსებობს სხვა სახელმწიფო, რომელსაც მართავენ ექსკლუზიურად მილიარდერები. და მეორეს მხრივ აღმოჩნდა, რომ აი ჩვეულებრივმა მოქალაქემ ეს კეთილდღეობა მაინც და მაინც ვერ მიიღო. აი რომ შევთანხმდე ძალიან მარტივ ფაქტზე, რომ რუსეთი, რომელიც არის ალბათ ყველაზე უფრო მდიდარი ბუნებრივი რესურსებით მსოფლიოში, დავამატოთ ამას საერთოდ მოქალაქეების ადამიანური რესურსი უფრო დიდი სიმდიდრეა ხოლმე, ეს დაამტკიცეს ევროპულმა ქვეყნებმა, სინგაპურმა, სხვებმა. ამ მხრივ რუსეთი არ არის მწირი ქვეყანა, მას ყავს განათლებული და ნიჭიერი მოქალაქეები და ამ დროს რუსეთი არის შედარებით ღარიბი, განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით ბევრად ღარიბი ქვეყანა, ის 2022 წლამდე სადღაც 91 ადგილზე იყო ერთსულ მოსახლეზე მთლიანში და პროდუქტით და მაშინ როდესაც ის უნდა ყოფილიყო მსოფლიოში ყველაზე მდიდარი, აი ეს კონტრასტი უნდა დავინახოთ, ხო? აი ამის შემდეგ პუტინმა ჩაანაცვლა კეთილდღეობის საკითხი სიდიადის საკითხით და რუსეთში სიდიადე ესმით არა როგორც სიცოცხლის ხარისხი, ღირსება მოქალაქეების და შემდეგ ღირსეული სიბერე, იქ მთელი ამბები, არამედ აი როგორც ტანკების გაგზავნა მეზობლებთან და აი რუსეთის სიდიადის აღდგენით მას გადაფარული აქვს
თავისი კორუფცია და საქართველოში ეს ძალაუფლების ვერტიკალი იქმნებოდა შეფარვით. ივანიშვილი მოვიდა ყველას ეხსენება დაპირებით, რომ ის შექმნიდა გასაოცარ დემოკრატიას, რომ ის აღმოფხრიდა იმ პრობლემებს, რომელიც დემოკრატიაში ჩვენ გვქონდა ადამიანის უფლებებში, კანონის უზენაებში ნამდვილად გვქონდა ძალიან სერიოზული პრობლემები, რომელსაც წინა ხელისუფლება ამართლებდა იმით, რომ მან უკეთ იცოდა როგორ უნდა განეხორციელებინა რეფორმები და თან სწორი რეფორმები. მაგრამ ამის პარალელურად ივანიშვილმა მოგწა დაგება, რომ გააგრძელებდა დასავლურ კურსს. ამის საჩვენებლად ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ევროკავშირთან. ანუ დასავლური პოლიტიკის იმიტაცია რაღაც ხანი ხდებოდა, მაგრამ შიგნით ძალაუფლების ვერტიკალი შენდებოდა პირველივე დღიდან. ეს არ დაგვაუწყდეს, ვინც ამბობს, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ დასავლურ კურსს რაღაც ეტაპზე გადაუხვია. უბრალოდ არ აკვირდებოდა ყურადღებით იმას, რაც ხდებოდა 2012 წლის ოქტომბერშივე, მაგალითად, როდესაც დიახ გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში, მაგრამ ძალით მიიტაცა ადგილობრივი ხელისუფლება. ძალადობით. და შემდეგ მთელი ციკლი იყო მოვლენების, რომელიც აჩვენებდა, რომ არც არ იყო გულწრფელი არც დემოკრატიასთან დაკავშირებით, რომ დასავლურ კურსთან არ იყო გულწრფელი, იქიდანაც ჩანდა, რომ ასოცირების ხელშეკრულება შეუსრულებელი დარჩა პრინციპში. აი დღეს ამბობს ბატონი კობახიძე, რომ ჩვენ სახში ვიმეცადინებთ და შევასრულებთ ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრულ რეფორმებს. 10 წლის შემდეგ ხელმოწერიდან ამბობს ამას. ხო, რომელიც სხვათა შორის არ ცვლის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, გაწევრიანებისთვის საჭირო ქმედებს. იგივეა, რაც მოთამაშემ, რომელსაც უნდა ნაკრებში თამაში, თქვას, რომ მე არ ვივლი, არ მოვალ ვარჯიშზე და ჩემთვის თვითონ მოვემზადები და თქვენ გამიყვანეთ მსოფლიო ჩემპიონატზე. ესე არ ხდება. და მეორე, თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან დარჩა ფარატინა ქაღალდად, იმიტომ რომ ამის შემდეგ ივანიშვილმა რუსეთი აქცია მთავარ სავაჭრო პარტნიორად. დაუბრუნდა მას ეკონომიკური პაკეტი. მოკლედ ისე თქვა მინდა, რომ მან შეგნებულად დაიწყო ძალაუფლების ვერტიკალის შენებლობა, რომელიც ბევრად უფრო ნათელი და აშკარა გახდა მას შემდეგ, როდესაც საქართველოს შესთავაზეს ნამდვილი წევრობა, იმიტომ რომ მანამდე ლაპარაკი იყო ინტეგრაციაზე, სხვადასხვანაირად, პოლიტიკური თავსებადობა, სამართლებრივი და ასე შემდეგ. და 2022 წელს გახდა შესაძლებელი, რომ ეს ინტეგრაციული პროცესი მიმართულიყო კონკრეტული წევრობისკენ, კონკრეტული ვადის ფარგლებში, ძალიან ახლო ვადაა. საერთოდ ქვეყნებს უმრავლესობას ბევრად უფრო დიდი დრო დასჭირდათ მოლაპარაკებებისთვის და გაწევრიანებისთვის კანდიდატის სტატუსის მიღებიდან. ჩვენ გითხრეს, რომ აი 2030 წელს თქვენ უკვე შეიძლება იყოთ წევრები და ამ დროს აღმოჩნდა, რომ ოლიგარქიის ინტერესები პირდაპირ წინააღმდეგობაშია კანონის უზენაესობასთან, თავისუფალ სასამართლოსთან, თავისუფალ სამართლიან არჩევნებთან, ყველაფერი იმასთან, რაც აუცილებელი წინაპირობა არის ევროკავშირში გაწევრიანებას. აი ეს იყო მთავარი მიზეზი, რატომ შეწყვიტა ივანიშვილმა თავის მოჩვენება თითქოს ის დასავლურ კურსზე კვლავ იდგა. სხვათა შორის ბერმა ვერ შეამჩნია, რომ მაგალითად ნატოს ხსენება საერთოდ გაქრა წლებით ადრე. და შემდეგ უკვე მივიღეთ პირდაპირი წინააღმდეგობა კი არა, კონფლიქტი ჩვენს დასავლურ პარტნიორებთან, რადგან როგორც თქვი, როდესაც მათ შეგვთავაზეს რეალური წევრობა ევროკავშირში სრულიად ნათელი წინაპირობებით, რომლის გარეშეც ევროკავშირში წევრობა კი არა, მასთან მოლაპარაკების დაწყება შეუძლებელია. Ну, იმას ხო არ იტყოდა ივანიშვილი, რომ მე უარს ვამბობ დემოკრატიაზე და რეფორმებზე. დაიწყო ლაპარაკი, რომ ომის გლობალური პარტია, ომში ჩათრევა უნდათ და აი ამიტომ გვაქვს ჩვენ რაღაც დაპირისპირება, წართმევა უნდათ ქართველობის, კაცობის და ქალობის და ასე შემდეგ, კაცია, ქალი. დაიწყეს რაღაც ბოდოები, მაშინ როდესაც საკითხი ძალიან მარტივი. ივანიშვილი უბრალოდ უარს აცხადებდა
ხელიდან ძალაუფლების, ბერკეტების გაშვებაზე, პირდაპირ კონტროლზე, რომელთაც ის მართავს ქვეყანას და მართავს. მე მენეჯერები თქვი და თავრობა ვახსენე, მაგრამ ის მთავრობაც არ არის რეალური მართველი მექანიზმი, სუსი არის იმ თავრობასაც, რომელიც რეალურად მთავრობას, რეგიონებს, ყველაფერს მართავს. კი, მენეჯერები, თუმცა ეს მენეჯერები ხშირად არ არიან ის ფიგურები, რომელსაც ჩვენ ხედავთ სამინისტროების ხელმძღვანელებად. კი, სტეიკჰოლდერების ხვები. აი ეს არის ცოტა გრძნად გამომივიდა ბოდიშო, მაგრამ კონფლიქტის პრობლემის არსი არის იმაში, რომ ივანიშვილი თulis, რომ მას აქვს თავისი კერძო საკუთრებაში მიღებული რაღაც ერთეული, რომელსაც ქვია ჩვენი ქვეყანა საქართველო და რომ არანაირი ევროინტეგრაციის არანაირი კეთილდღეობის სანაცვლოდ, მოქალაქეების კეთილდღეობის სანაცვლოდ ის თავის კონტროლს არ თმობს. დიახ, აი თქვენ ბრძანეთ რუსეთში ერთგვარი არაფორმალური კონტრაქტი ხელისუფლებისა საზოგადოებასთან, რომ თითქოს საზოგადოებას ეკრძალება პოლიტიკური და საჯარო აქტიურობა, მაგრამ სხვა თავისუფლებები, რაც შეიძლება არსებობდეს ყოფით რაღაც საკითხებში, რომელსაც არ აქვს საჯარო ან პოლიტიკური ინტერესი, ეს თავისუფლებები დაუშვათ გექნებათ და ადამიანები იმ კერძო ოპორტუნისტული რაღაცა მიზნები რაც აქვთ, ამის რეალიზაციის საშუალება აქვს. აი ამ არაფორმალურ კონტრაქტში პირდაპირ ესე დეკლარირებულად ხო არ არის, მაგრამ რაღაც წესია თითქოს ცხოვრების ესეთი შექმნილი. ეს არის ქართული ოცნების ერთგვარი კონტრაქტიც ჩვენ საზოგადოებასთანაც. თუ ვინმე გრძნობს, რომ ქართული ოცნების შემთხვევაში უკეთესი რაღაცა ადამიანური პირობები გვაქვს, ჰუმანური პირობები გვაქვს, ეს პირობების იმიტაცია აქაც შეიქმნა. აი იქ განსხვავება რაც თქვენ ბრძანეთ, აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ იქ მიზნებში და ამოცანებში უკვე მელეკო ძერჟავული, ასე ვთქვათ, მდგომარეობაც ხო არის, დიდი სახელმწიფოა, ჩვენ პატარა სახელმწიფო ვართ, იგივე მიზნებსა და ამოცანებს ესენი ვერ შეასრულებენ და ვერც წარუდგენენ საზოგადოებას აქ თითქოს და უფრო დაემსგავსა ჩვენი დეკლარირებული მიზნები, აი უნგრეთის და სლოვაკეთის რაღაცა დღის წესრიგს, რომელშიც რაღაცა ზნეობის, მორალის, რა ვიცი და რაღაც ამდაგვარების სადარაჯოზე არიან. აი როგორ მოხდა, რომ ქართულ ოცნებას აი ამ გარეშე სამყაროში, რომელშიც ამდენი რაციონალური და სასარგებლო პარტნიორები არსებობს, აღმოჩნდა ერთ ხაზზე აი ესეთ მარგინალურ ძალებთან, როგორც არის რუსეთი და დაახლოებით ევროკავშირის სივრცეში სლოვაკეთი და უნგრეთი. ხო, მე მგონია რომ სლოვაკეთი და უნგრეთი ძალიან პირობითი პარტნიორები არიან, სიტუაციური პარტნიორები არიან ივანიშვილის, არანაირი ფასეულობითი ან გრძელვადიანი პოლიტიკური თანხwebdra მათი ინტერესების არ არსებობს. პუტინთან აღმოჩნდა რომ ეს თანხwebdra საკმაოდ სიღრმისეულია, რადგან საქართველოს ნატოში გაწევრიანება, ევროკავშირში გაწევრიანება, უფრო მეტიც საქართველოში დემოკრატიული მმართველობითი სისტემის ჩამოყალიბება, მდგრადი დემოკრატიის ჩამოყალიბება საქართველოში რუსეთს არის კატეგორიულად მიუღებელი. და ეს იყო სხვათა შორის პუტინამდეც ჯერ კიდევ ელცინის რუსეთი ცდილობდა რომ არ დაეშვა სტაბილური სუვერენული სახელმწიფოების ჩამოყალიბება, რისთვისაც დემოკრატია კიდევ დამატებითი პრობლემა იყო, იმიტომ რომ განსაკუთრებით მე უკვე პუტინის პერიოდში, რადგან ის აღმოჩნდა პირდაპირ კონტრასტში აი იმ გარიგებასთან, რომელიც პუტინს ჰქონდა თავის საზოგადოებასთან. და იდეა იყო იმაში, რომ რუსეთში და ჩვენაირ ქვეყნებში და ჩვენ რეგიონში დემოკრატია შეუთავსებელია სტაბილურობასთან, კეთილდღეობასთან და აი ჩვენ გვაცალეთ და ჩვენ ვიზავთ. ეს ერთი საშინაო, ასე ვთქვათ, გზავნილისთვის იყო ძალიან სახიფათო, რომ მეზობელ ყოფილ კოლონიაში წარმოიდგინეთ უცბად წარმატებული დემოკრატიული სისტემა ჩამოყალიბდეს. ეს ერთი და მეორე ელცინსაც და პუტინსაც საერთოდ ის ჰქონდათ, რომ არც დემოკრატია და არც ზოგადად სუვერენული სახელმწიფოს წარმატებული ჩამოყალიბება სამეზობლოში არ იქნებოდა მისაღები, რადგან რუსეთში არავინ შეგუებია აი ამ კოლონიების დაკარგვას. ელცინს წარმოედგინა საბჭოთა კავშირის ჩანაცვლება შედარებით ლაითი გაერთიანებით, როგორც უნდა ყოფილიყო
დამოუკიდებელ სახელმწიფო და თანამეგობრობა DST, მაგრამ ეს უნდა სიმბოლური ყოფილიყო დამოუკიდებლობა და იქ საელჩოები და პრეზიდენტები შეიძლებოდა, ოღონდ რეალური სუვერენიტეტი არ შეიძლებოდა. ეს იყო კონცეფცია, შეზღუდული სუვერენიტეტი რუსული კონტროლის ქვეშ. და საქართველოს როგორ დაისაჯა ჯერ 91-ში და მე მოგვიანებით შევარდნაძის დროსაც კი, როდესაც კი ის დაემორჩილა და უბრუნდა რუსეთს, ასე ვთქვათ, დაუთმო, რაც მას ყველაზე მთავარი ჭირდებოდა. DST-ში შევიდა, ბაზებიც დაუტოვა, სამშვიდობოებად გააფორმა, საოკუპაციო ძალი ყველაფერი, მაგრამ როგორც კი დაიწყო თავისი საკუთარი ძალაუფლების კონსოლიდაცია, დაიწყო აი ამ ანარქიის ალაგმა ქუჩებიდან 90-იან წლების შუისკენ თავში დაცხეს, იმიტომ რომ ქაოსში მყოფი სუსტი შეუმდგარი სახელმწიფო მისაღები იყო ელცინისთვის, შედარებით ჩამოყალიბების გამყარების გზაზე მდგომი, სუვერენიზაციის გზაზე დამდგარი საქართველო თუნდაც დამჯერი მოკავშირე ლიდერის ქვეშ მიუღებელი აღმოჩნდა, ხო? და აი შემდეგ ჩვენ ნახეთ, როგორც თქვი, უკვე ევოლუცია ამისი, როდესაც პუტინი პირდაპირ იწყებს უკვე შეტევას და უფრო აქტიურ ქმედებაზე გადის, აი უკვე დოქტრინალურადაც გამოცხადებულია, რომ ამ ქვეყნებს არ აქვს საერთოდ დამოუკიდებლობის უფლება. უკრაინა სახელმწიფო არ ყოფილა. საერთაშორისო, ვინც საქართველოში არიან რატომღაც გასაოცრად ამის გულშემატკივრები, რომ უკრაინა იქ რა საქართველოსაც იგივეს ამბობს. პუტინის იდეოლოგიური საფუძველი არის ის, რომ საქართველოს არ არსებობდა, ის რუსეთის შექმნილი ყოფილა და აქ მერე ხმას აძლევენ ამას სხვადასხვა ვასაძეები, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოს თორმე არ არსებობდა და რუსეთმა გაგვაერთიანა და ჩამოგოყვა. გაგვაერთიანა კი არა, რუსეთმა რუკიდან გააქრო სიტყვა საქართველო. არაფერი არ დატო. მოკლედ, რომ დაუბრუნდეთ ამბავს, სხვადასხვა ინტერესები აქვს იმ სიტუაციურ პარტნიორებს ივანიშვილისა და ყველაზე მეტად ეს ინტერესები თანხმედრაშია სამწუხაროდ ყველაზე დიდ მტერთან ჩვენი დამოუკიდებლობის რუსეთთან, რომელსაც კატეგორიულად არ აწყობს ნატო და ევროკავშირი, რადგან ამის მთავარი წინაპირობა არის დემოკრატიული სისტემის არსებობა საქართველოში, ეს მიუღებელია რუსეთისთვის, როგორც თქვი, და მეორე ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყანა უკვე მის მისაწვდომობას მიღმა რჩება. აი განსხვავება ზუსტად თუ აი ვინც ახლა დღეს ამბობს და აქტიურად გულშემატკივრებს იმავავს, აბაომი გინდათ? აი ნახეთ უკრაინაში რა ხდება. თქვენ თუ დაკვირვები ხართ, რომ რუსეთის ბომბები ცვივა მარტო იქ, ან რუსული ტანკები შედიან მარტო იქ, ვინც ვერ შეასწრო რუსეთს ნატოში და ევროკავშირში. აბა კარგად შეხედეთ, ერთი ნატოს წევრი ქვეყანა მეზობლები რუსეთის რანაირად არიან და საერთოდ მშვიდობა და ასე შემდეგ რომ აიტაცეს და თავის საარჩევნო ლოზუნგად აქციეს და დღესაც ნოშიკოები, ვიღაცები ამბობენ რომ აბა ისე გინდათ როგორც უკრაინაში. არა, მე ისე მინდა როგორც მაგალითად ლიტვაში, როგორც ბულგარეთში, როგორც საბერძნეთში, რომელსაც ევროკავშირში, ნატოში შესულიდან იმ მომენტიდან აქვს ფოლადისებური გარანტია უსაფრთხოების და კეთილდღეობის და იმ მშვიდობის. ხო, აი მოგეთ რომ ვთქვათ, მოკავშირეობა სამწუხაროდ რეალური და ინტერესების თანხვედრა არის კრემლს და ივანიშვილს შორის. მე არ ვამბობ, რომ ივანიშვილი აუცილებლად ისეთი რაღაც მტერია ყველაფერი ქართულის, რომ გინდა არ უნდა საქართველოს არსებობა. შეიძლება რაღაცა ფორმით, მაგრამ მის ხედვაში საქართველოს მაგრამ როდესაც არჩევანი დადგა მის ძალაუფლებას, მის ტოტალურ კონტროლს და საქართველოს უსაფრთხოებას, კეთილდღეობას და დემოკრატიას შორის მან არჩია თავისი ინტერესი, საქართველოს ინტერესის საწინააღმდეგო და ამაში ის აქტიურად თანამშრომლობს რუსეთთან, ეს ინტერესი რუსეთსა და მას შორის თანხმედრაშია. ეს ლაპარაკები რაღაც კონსერვატიულ რელიგიურ რაღაც საკითხებზე, ეს არის ისეთი ბუტაფორია, რომელსაც ჯერ ესეთი არც ორბანს არ ჯერა, ეს მისთვისაც მხოლოდ მექანიზმია. მე უნგრეთში ვსწავლობდი 90-იან წლებში, იქ გავაკეთე ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში 95-96 წლებში და შევხვედრი ვარ ორბანს როგორც პროევროპელ ახალგაზრდა პოლიტიკოს.
და მე ვუცად აღმოჩნდა რომ აი ეს ულტრამემარჯვენეობა, კონსერვატიზმი უფრო ადვილი გასაყიდი გახდა პოპულისტურად ძალაუფლების მოსახვეჭად, ვიდრე რაიმე სხვა, როგორც თავის დროზე იყო ისტორიულ ეტაპზე ზოგჯერ არის ხოლმე ულტრამემარცხენეობა არის პროლეტარიატისთვის უფრო ადვილად მისაყიდი და ზოგჯერ ეს ამართლებდა დღეს პრაქტიკულად ულტრამემარჯვენეობა გახდა იმის ეკვივალენტი, რაც თავის დროზე მე-20 საუკუნეში იყო ულტრამემარცხენეობა. როდესაც ლაპარაკი არის რაღაც ფასეულობით, იდენტობის რაღაც საკითხებზე, რომელსაც თითქოს ვიღაცა ებრძვის, ეს მეორე უკიდურესობა ებრძვის სინამდვილეში ალბათ, მაგრამ ისინი სერიოზულად არავის არ განსაზღვრავდნენ პოლიტიკურ ატმოსფეროს, მეც ვთვლი რომ ზოგიერთ საკითხში ზედმეტად შორს წავიდნენ, მაგრამ არც ევროპაში და მით უმეტეს არც საქართველოში არასდროს არ დამდგარა საფრთხე იმისა, რომ კაცი აღარ იყოს და ქალი, რომ დაიკარგოს ჩვენი ფასეული. რა ვიცი მე ახლა გუშინდელ მარშზე და გუშინწინდელ მარშზე თუ ვერ დაინახეს რა ხალხი არის დემოკრატიული ევროპული პოლიტიკის მომხრე, ხო? თავისი ხორუმით და ყველაფრით, რა ვიცი, მე მგონია რომ არასდროს გულწრფელი არ ყოფილა აი ამის თქმა მინდა. ეს რახარუხი სხვადასხვა ვაშა პატრიოტულ თან ახლა პატრიოტიზმი და თან რუსეთის მოკავშირეობა რო არ ჯდება არაფერში უნდა შევთანხმდეთ საწინააღმდეგო მდგომარეობა მათ შორის ურთიერთსაწინააღმდეგოა ზუსტად აი სლოვაკეთთან და უნგრეთთან აი ესეთი თითქოს პარტნიორული ურთიერთობები იმიტომ რომ ამ ორ ქვეყანას თავის საგარეო პოლიტიკურ ერთგვარ რაღაცა პოზიციაში პირიქით ევროპის უფრო იზოლაციონიზმის პოლიტიკა და სულ არ ჭირდება საქართველოს ოცნება საერთაშორისო მასშტაბით არ ყავს პარტნიორი რომელიც არ არის რუსეთის მოკავშირე აი ესე ვთქვა კი ბატონო დამისახელონ ერთი და ვიტყვი რომ მე არაფერი გამეგება საერთაშორისო ურთიერთობებში დაწყებული ჩინეთით რომელიც არ არის ნამდვილი პარტნიორი და რომელიც არასდროს არც აპირებდა და არც ახლა აპირებს დასავლეთის ჩანაცვლებას როგორც დონორისა რომელიც ასეულობით მილიონ ევროს და დოლარს ასე ვთქვათ აძლევდა ამ ხელისუფლებას და ჩვენ ქვეყანას მრავალი წლის განმავლობაში არც ეკონომიკური პარტნიორი იქნება ის აქამდე თუ რაიმეში მონაწილეობდა იყო ევროპული ფინანსური ინსტიტუტებიდან აღებული სესხების გახარჯვაში აი მაგალითად როგორც კონტრაქტორი და არა როგორც ინვესტორი როგორც არის რიკოთის კი ბატონო და ხარისხზე შეგვიძლია მე ცალკე ვლაპარაკოთ ავიღოთ ირანი ხო აი სულ მე მეკითხებიან ხოლმე აი ეხლა რომ მოდის ტრამპი ის ხომ ყველაფერს გადახაზავს რასაც დასავლეთის ქვეყნები საყვედურობდნენ ივანიშვილს და ის ხომ იქნება ივანიშვილის როგორ იქნება ირანის მეგობარი რეჟიმის პარტნიორი დონალდ ტრამპი აი მიახლოებით წარმოუდგენიათ რაზე ლაპარაკობენ ხო აიღეთ იგივე აი უნგრეთი, სლოვაკეთი, თუ მათ რაიმე აერთიანებთ, ეს არის მოკავშირეობა რუსეთთან. მოკლედ არ არსებობს ქართული ოცნების ივანიშვილის მოკავშირე, რომელიც არ არის რუსეთის პარტნიორი. აი ეს არის რეალობა. და მეორე, საქართველოს არ ყოფილა თავის ისტორიის განმავლობაში, მე მგონი, აი თქვათ 90-იანი წლების სულ ადრეული პერიოდის გარდა, იმდენად პოლიტიკურად იზოლირებული ცივილიზებული ქვეყნებისგან, როგორც არის დღეს. 10 წლეულების შრომა ქართველი პოლიტიკოსების, დიპლომატების არის ჩაყრილი წყალში და ეს ასევე დაკავშირებულია ძალიან სერიოზულ უსაფრთხოების პოტენციურ პრობლემებთან, რომელიც ჩვენ კი სულ ლაპარაკობთ რუსეთზე და რუსეთი არ არის მარტო ერთადერთი წყარო პოტენციური საფრთხის და მე დეტალებზე ლაპარაკი მაინც არ მსიამოვნებს, მაგრამ თუ საჭირო ექნება შემიძლია ერთი-ორი სცენარი გაგიზიაროთ. იგივე რუსეთმა როგორ შეიძლება წაახალისოს ჩვენ მეზობლებში გარკვეული იდეები, რომლითაც მაგალითად აი დღეს სომხეთი ავიღოთ. სომხეთი დღეს არის რუსეთიდან დასავლეთისკენ შეტრიალების პროცესში. აღმოჩნდა რომ სხვადასხვა ერთ-ერთი პირველი რაც გააკეთა ივანიშვილმა, რაც მანიშნებელი იყო, არანაირი დასავლური პოლიტიკა მისთვის ბუნებრივი და სასურველი არ არის 2012 წელსვე გითხრა რომ აი სომხეთი არის გადასარავი მოდელიო.
ხო? აი რუსეთის მეგობარიც არის დასავლეთის, არ იყო დასავლეთის მეგობარი, მეგობრები შეიძლება დასავლეთში ყავდა, მაგრამ არანაირი ურთიერთობა დასავლეთთან არ ჰქონდა. და მე აღმოჩნდა, რომ რუსეთის ვასალობა ის რისთვისაც სომხეთმა რუსეთს გადაულოცა თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური სუვერენიტეტის უზარმაზარი ნაწილი, რუსეთის გარანტიების სომხეთის მათ შორის ყარაბაღის უსაფრთხოების სანაცვლოდ აღმოჩნდა ფიქცია. და დღეს სრულიად ბუნებრივად ამის გამო არის ეს რეორიენტაცია რუსეთიდან დასავლეთისკენ, ოღონდ ეს შესაძლებელი იქნება წარმატებულად მხოლოდ პროდასავლური დემოკრატიული ევროპული საქართველოს პირობებში, ხო? და თუ ეს პროცესი ჩაიშალა, მათ შორის საქართველოს გამო, გამორიცხვა იმისა, რომ მაგალითად იგივე პაშინიანის მთავრობა დაეცეს და ის ჩაანაცვლოს პრორუსულმა ნაციონალისტურმა მთავრობამ, გამორიცხული სულაც არ არის. და ისიც არ არის გამორიცხული, რომ ამ პრორუსულ ნაციონალისტურ სომხურ მთავრობას ვიღაცა მიდია მისცეს, რომ იქნებ ყარაბაღის კომპენსაცია შეგთავაზოთ სადმე სხვაგან. ეხლა თქვენ თვითონ მიხვდით, რაც შეიძლება იყოს ეს სადმე სხვაგან. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ამ ფაქტიდან გამომდინარე, რომ რეგიონში ყველაზე სუსტი ბალანსი სწორედ ჩვენა გვაქვს. ანუ დაახლოებით 50 მილიარდი არის თავდაცვის ბიუჯეტი აზერბაიჯანის, დაახლოებით 10 მილიარდი არის სომხეთის. და ამ ფონზე ჩვენი არის, არ ვიცი, რაღაცა აი 10-ში ნაკლები. და საფრთხის შემთხვევაში, როცა ჩვენ უკვე ტექნოლოგიურად პრაქტიკულად არც კი ვიმუშავეთ 2008 წლის ომის შემდეგ, ანუ იმ პრობლემების აღმოსახრად, რაც ომმა გამოავლინა, როგორც არის საჰაერო თავდაცვა, როგორც არის ახალი ტექნოლოგიების კონცეფციები, მაშინ მქონდათ ჩვენ დრონის სისტემები და რაღაცები, საერთოდ არ განავითარეს და არც აგვაქვს ესეთი რაღაცები შეერაღებაში და ხედავთ, რომ თანამედროვე თუნდაც უკრაინის ომი, რომელიც გამოცდა არის უკვე ახალი ტექნოლოგიების, ხო, ასე თუ შევხედოთ, იქ ამ სისტემებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა განსაკუთრებით, ალბათ ჩვენისთანა პატარა ქვეყნა, რომელსაც არ აქვს ავიაცია. არ აქვს, არაფერი არ აქვს. ვის რა უნდა გაუმკლავდეთ, ეს არის და ომი გინდათ ამ კონცეფციაში, როცა შენ ამ ხნის განმავლობაში ერთ-ერთი დარეკლამებული და გაპიარებული კამპანია, რაც ჩაატარე, ეს არის ფეხსაცმელების ყიდვა ჯარში. მოგეთ, და გეტყვით, დიახ, და რუსეთის მოკავშირეობა რომ არ არის გარანტია უსაფრთხოების, აი მის თქმა მინდა. მათ შორის რუსეთის სხვა მოკავშირეების მხრიდან. დიახ. და მე მინდა კიდევ ხაზგაუსო და არასწორად არ მოახდინოს ჩემი სიტყვების ინტერპრეტაცია. მე მიმაჩნია საქართველოსთვის სომხეთი პოტენციურ და ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორად, მაგრამ ეს არის დემოკრატიული, თავისუფალი, დამოუკიდებელი სომხეთი. საერთოდ აზერბაიჯანზე ცალკე შეიძლება ანალიტიკურ მოდელში ყველა საფრთხე უნდა გავიგოთ, მაგრამ როგორც პოტენციური საფრთხე რუსეთიდან კონტროლირებადი რეჟიმი სომხეთში თავისუფლად შეიძლება აღმოჩნდეს საფრთხის შემცველი თვითონ სომხეთისთვისაც, მაგრამ საქართველოსთვის ნამდვილად. ეს არ იქნება აი ჩვენ გვქონდა 10 წლების განმავლობაში თითქოს და ალიანსი რუსეთს და სომხეთს შორის და სომხეთს როგორც თქვი, დაუჯდა დიდ ფასად, დაუჯდა გაცდენილ წლებად სულ მცირე ტერიტორიაზე რომ არაფერი თქვათ, იმიტომ რომ ჩვენ აღიარებდით ყოველთვის აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ სომხეთმა ამ წლების განმავლობაში დააკარგა ბევრად მეტი დაკარგული შესაძლებლობები, დარჩა რუსეთზე დამოკიდებულ ძალიან ღარიბ ქვეყანად, საიდანაც ხალხი მუდმივად გაედინებოდა, რადგან მისი თანამშრომლობა ევროპასთან, დასავლეთთან ყოველთვის იყო შეზღუდული რუსეთთან ურთიერთობით. და დღეს ვიმეორე თეორიულად არ არის შეუძლებელი, რომ რუსეთის მიერ კონტროლირებადი სომხური ხელისუფლება ვიღაცამ თუნდაც პროვოკაციის შესაძლებლობით არ მგონია ხა სომხები თუ კი რაიმე კლიშეები გვაქვს სომხებზე, ერთ-ერთი ის არის რომ ძალიან ჭკვიანები და პრაგმატულები არიან, ხო? შეიძლება თავისით ეს არც კონდეთ ამგვარი სურვილი და განზრახვა, მაგრამ მე ვამბობ ამას სრული პასუხისგებლობით, რომ რუსეთისთვის ეს იქნებოდა სასურველი სცენარი. სომხეთ-საქართველოს კონფლიქტი რაღაც დავა და ამის ძალიან მარტივი დადასტურება შემიძლია. რუსეთის მთავარი ბერკეტი სამხრეთ კავკასიაში
მთელი 90-იანი წლების და მომდევნო პერიოდის განმავლობაში იყო კონფლიქტი. არა რაიმე რბილი ძალა, არამედ კონფლიქტი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს ან ხალხებს შორის. ერთ-ერთი უმთავრესი კონფლიქტი თითქმის ამოწურულია, მე ვისურვებდი რომ სამშვიდობო შეთანხმება სომხეთს და აზერბაიჯანს შორის მალე გაფორმებულიყო, მაგრამ ის რაც წლების განმავლობაში რუსეთს აძლევდა სომხეთზე გავლენას და ბერკეტს, იყო ყარაბაღის საკითხი, რომელიც პრაქტიკულად დახურულია დღეს და მას რუსეთს დღეს ჭირდება ახალი ბერკეტი ის სიამოვნებით შექმნიდა ახალ კონფლიქტს კავკასიის საქართველოს ანალიტიკური მოდელზე უნდა ვიმშელოთ. ეს არ ნიშნავს რაიმე კონკრეტულ ასე თქვა მიმართულებას პოლიტიკის ან რაღაცა სხვა ამდაგვარს. ცხადია სომხეთთან მიმართებაში სომხეთი დამოკიდებულია საქართველოს მნიშვნელოვნად ერთ-ერთი ლარსის გამშვები პუნქტია, რომელიც აკავშირებს მას რუსეთთან და ჩვენ ვართ გარესამყაროში ფანჯარა, ამიტომაც ალბათ საკითხების ფორსირებისთვის და რაღაცა შეზღუდული არის ამ ვითარებაში, მაგრამ რა ვითარება იქნება ხო არ ვიცით. ეხლა მოდი ვიმსჯელოთ გიორგი ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების რეაგირების ხარისხზე. ანუ ჩვენ ვხედავთ აი აქ ასე ვთქვათ სერიოზულ ნამდვილ გულწრფელ პროტესტს. ამ პროტესტის თავარი ასე ვთქვათ სულისკვეთება არის დასავლურობა, ცივილიზირებულობა და დასავლეთის პასუხი, რეაგირების ხარისხი როგორი ახლა აქ ამ ეტაპზე რომ შევაფასოთ, არის თუ არა ის საკმარისად ადეკვატური, საკმარისად ზემოქმედების მომხდენი და როგორი იქნება ტრამპის ადმინისტრაციის სავარაუდო პოლიტიკა აი უახლოეს მომავალში იანვრის ბოლოს უკვე უნდა შევიდეს ადმინისტრაცია კერძო ტრამპის ძალაში და ეს ხო არ აბრკოლებს აი თავად ჩვენი წარმატების, ჩვენი პროტესტის წარმატებასაც, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ეს შეხურებს და თან ამავე დროს ამერიკის შეერთებული შტატების გამომდინარე არჩევნების შემდეგ აბსოლუტურად ლოგიკური, ჩვეულებრივი პოლიტიკური კრიზისისა, ყველა არჩევნების შემდეგ არის პატარა მცირე ეპიზოდი ერთგვარი, სანამ ძალაუფლება მოერგება ახალ სისტემას. აი ამ გამოთავისუფლებულ დროში ჯერ კიდევ გადაწყვეტილება, რომელიც მისაღებია და უნდა მიიღონ ასეთი პროტესტის მიუხედავად. ისინი რიღებენ. პირველი, ევროპის ქვეყნებიდან მოსულია სრულად გარკვეული გზავნილი, ამას არაფერი არ შეცვლის, არანაირი შიდა პოლიტიკური ცვლილებები ევროკავშირში და ევროკავშირის არაწევრი ევროპის ქვეყნებისგან არა მარტო ინტეგრაცია, არამედ თანამშრომლობა ამ ქვეყნებს და საქართველოში ამ რეჟიმის არსებობის პირობებში დასრულებულია. ამას წერტილი აქვს დასმული. ეს ნათქვამია ევროკავშირის დონეზე, ნათქვამია ცალკეული ქვეყნების დონეზე, ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ხელისუფლების მიერ და ძალიან მკვეთრი ფორმით, ესეთი მე არ მახსოვს. ცოტა გამეგება ამ საკითხში, ელჩი გახლით ამ ქვეყანაში. ნათქვამია ნორვეგიას, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი. ასე რომ ევროპასთან თანამშრომლობა ცკი არათუ ინტეგრაცია დასრულებულია სანამ ეს რეჟიმია საქართველოში ხელისუფლებაში. მეორე, შეერთებული შტატები, ვინც ამბობს, აი მე ზუსტად ვიცი როგორ და რას იზამს დონალდ ტრამპი საქართველოსთან მიმართებაში, ნუ არაგულწრფელი ან არასერიოზული. თუ რამე ზუსტად ვიცით დონალდ ტრამპზე, ეს არის რომ მისი წინასწარმეტყველება, მისი ქმედებების არის შეუძლებელი. აი მაგალითად გუშინ გამოვიდა და დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ პანამას უნდა წაართვას არხის კონტროლი. იქ რომ გრენლანდია უნდა შეიძინოს დანიისგან, რომელსაც დანია არ ყიდის, და ასე შემდეგ. და ნუ აქ არის ჟივილხივილი, ვითომ კონსერვატორი და რეალურად უბრალოდ ბიძინას მოჯამაგირე ექსპერტების და სხვების მხრიდან, რომ აი ტრამპი ყველაფერს დაალაგებს და ჩვენ მასთან გვექნება არაჩვეული ურთიერთობა. ეს უკვე ვახსენე, აი როგორ ექნებათ არაჩვეული ურთიერთობა შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე მწვავე ანტიირანული და ძალიან მწვავე ანტიჩინური პოლიტიკის გამტარებელი
პრეზიდენტისგან ძნელი სათქმელია, შემიძლია გარანტიით თქვა, რომ ის არანაირად არ აღადგენს ურთიერთობას, რომელიც ჰქონდა აქამდე, თუნდაც იმის გამო, რომ საერთოდ ტრამპს აღსჯერა, რომ შეერთებულმა შტატებმა ვინმეს უნდა გაუწიოს ფინანსური დახმარება ან უსაფრთხოების სფეროში დახმარება რაიმე უკუგების გარეშე და სიხარული თვითონაც შეწყვეტა და ყველანაირი დახმარებას ყოველგვარი მიზეზის გარეშე სხვათა შორის ბევრ მოკავშირესთან მისი პირველი პრეზიდენტობის დროს კი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. აქვე მინდა ჩავერთო, რომ ტრამპისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მათ შორის ისეთ კომუნიკაციის ენასაც, მადლიერების ენასაც, ანუ ჩვენ ვეხმარებით და კიდე ჩვენს წინააღმდეგ არიან. და ეს ნაწილი ქართულმა ოცნებამ თუ ვინმემ გააკეთა ყველაზე მეტად მწვავედ, მოსწორედ მათ გააკეთეს, ანუ როგორც ელჩთან დაპირისპირება, ასევე სხვადასხვა. ამას ირაკლი გააფორმებენ, რომ ჩვენ შენ წინააღმდეგ კი არა, ჩვენ ვართ აი იმ ლიბერალური ვიღაცა სხვა, აი შენ რომ ეძახი რაღაც ცუდებს, აი ჩვენ იმათ, აი ჩვენ როგორ ვართ შენი, გამოჩნდება, როდესაც ტრამპი უცებ დაინახავს კობახიძეს, ხამასის და ჰეზბოლას ლიდერების გვერდზე ირანის პრეზიდენტის გასვენებაში. ხო, მაგრამ ის ჩვენს ოჯახში შეიძლება გქონდეს სხვადასხვა ასე თქვათ უთანხმოებები, მაგრამ ჩვენ მაინც ჩვენი ოჯახი ვარ და შენ უცხო ხარ ჩვენი ოჯახისთვის, ანუ ნებისმიერ შემთხვევაში ვისაც არ უნდა ესხმოდნენ ესენი ამერიკელ პოლიტიკოს თუ საჯარო პირს, მისთვის ეს იქნება აქმული არა ის, რომ ის ჩემს იდეებს არ ითვალისწინებს და ლიბერალს დაესხა თავს და ესენი როგორც უწოდებენ კიდე ლიბერასტს. არამედ ეს იქნება კონკრეტულად უპატივცემულობა მისთვის, როგორც ამერიკას. სულ მცირე არანაირი საფუძველი არ არსებობს ვიფიქროთ, რომ ტრამპი აღადგენს რაიმე ურთიერთობას, რომც დაეთანხმოს ვიღაცას, რომ აი ჩემი წინამორბედი ადმინისტრაცია, ევროპის ქვეყნების სულ არიან ნაგვები, აი ცუდები არიან და რაღაცა ცუდი უნდათ საქართველოს. სულ მცირე არაფერი არ აღდგება, იმიტომ რომ ტრამპისთვის სულიად არაბუნებრივია ვინმესთვის რამის მიცემა არაფერში. რას თავაზობს ივანიშვილი ტრამპს? ზუსტად ეგ არის ყველაზე საინტერესო. და ეს არის, აი დამთავრდა, ხო? წინა ყველა ხელისუფლება დაწყებული შევარდნაძიდან მაინც შეერთებულ შტატებს ურთიერთობებში სთავაზობდა საქართველოს როგორც გეოპოლიტიკურ და პოლიტიკურ პარტნიორს. და ეს გამოიხატა ძალიან კონკრეტულ გამოვლინებებში, ჩვენს მოკავშირეობაში, ორ ომში მაგალითად და შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მაინც პირველ რიგში დემოკრატიული წესწყობილების აშენების სურვილის განცხადებისთვის აღიარა თავის ჯერ პარტნიორად და მერე სტრატეგიულ პარტნიორად. და ჩვენ აღარ აქვს SSOP, აღარ არის GTP, ეხლა რას ვთავაზობთ? ხო, არაფერი აღარა გვაქვს და ერთი რაშიც ვეთანხმები ქართულ ოცნებას ივანიშვილს, რომ დიახ, ტრამპს არანაირი განსაკუთრებული ინტერესი დემოკრატიის მშენებლობის და დემოკრატიის მდგომარეობის მიმართ პარტნიორ ქვეყნებში არ ექნება. ასე რომ არაფერი გაქვს რომ შესთავაზო მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც შენ მთელი დასავლეთი გამოაცხადე მტრად. და ის შენ კი არა იმას გულისხმობდი არ გაჭრის და კიდევ ერთხელ ვამბობ, ტრამპს რაიმე იდეოლოგიური, აი განსხვავებით ჯორჯ ბუშისგან, რომელიც რესპუბლიკელი პრეზიდენტი იყო, მაგრამ იყო ინტერვენციონისტი, იყო დემოკრატიის ხელშეწყობის მომხრე და აქ უბრალოდ დემოკრატიაზე ლაპარაკი იყო შეერთებული შტატების მოკავშირეების დახმარებაზე და ეს იდეა მოდის 1946-47 წლებიდან, როდესაც პირველად ჩამოყალიბდა შეკავების პოლიტიკა ჯერ კენანის გრძელი წერილის შედეგად და შემდეგ პრეზიდენტმა ტრუმანმა ეს აქცია შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის საფუძვლად, მერე ჩამოყალიბდა მარშალის გეგმა, ჩამოყალიბდა ნატო და ნატოს გარეთ იყო მთელ მსოფლიოში შეერთებული შტატების მოკავშირეების მხარდაჭერა, მათი დაცვა სხვადასხვა ინტენსივობით, მაგრამ მათი დაცვა საბჭოთა კომუნისტური საფრთხეებისგან და ამ ჭიდილში შეერთებულმა შტატებმა უზარმაზარ წარმატებას მიაღწია. მაგალითად, ვიეტნამი ვერ დაიცვა, სამხრეთ ვიეტნამი ვერ დაიცვა, მაგრამ სამაგიეროდ დაიცვა სამხრეთ კორეა ჩრდილოეთ კორეისგან და დღეს ჩრდილოეთ კორეა არის ტოტალიტარიზმის სიღარიბის და უბედურების სიმბოლო
და სამხრეთ კორეა არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სახელმწიფო და როდესაც ლაპარაკობ რომ აი იმათაც გავლენის სფერო უნდათ რითი განსხვავდება რუსეთისგან იმით განსხვავდება რომ შედეგები სხვანაირი დგება როდესაც შენ ხარ შეერთებული შტატების გავლენის სფეროში მაშინ შენ ხდები დასავლეთ გერმანია და არა გდრ და თუ ვინმეს ახსოვს ეს რა იყო შედარება ძალიან კონტრასტული იყო და აი დღესაც არსებობს ჩრდილოეთ კორეა და სამხრეთ კორეა. ასევე მაგალითად შემიძლია მოვიყვანო იაპონია, რომელიც ასევე შეერთებული შტატების გავლენის სფეროში მოექცა, შეგახსენებთ ქვეყანა, რომელიც შეერთებულ შტატებს თავს დაესხა, რომელიც შეერთებულმა შტატებმა დაამარცხა და შემდეგ იმგვარი შესაძლებლობა მისცა დემოკრატიული განვითარების, რომ ის მსოფლიოს ეკონომიკის გიგანტად ჩამოყალიბდა და დარჩა. ისევე როგორც დასავლეთ გერმანია. და უამრავი სხვა. ასე რომ, როდესაც ვიღაცა იწყებს ლაპარაკს, რომ ეგენი ერთი და იგივე არიან, რომ იმასაც ის უნდა, რაც ამას შედეგებით იმსჯელეთ. შეერთებული შტატების მოკავშირეები, დასავლური სამყაროს მოკავშირეები არიან მსოფლიოში ყველაზე განვითარებული წარმატებული სახელმწიფოები, რომლებმაც თავისუფლებაც შეინარჩუნეს და სუვერენიტეტიც და რომელიც ყველაზე მაღალი კეთილდღეობით გამოირჩევიან მსოფლიოში. და რუსეთის კომუნისტური საბჭოთა კავშირის თუ დღევანდელი რუსეთის მოკავშირეები რა ტიპის ქვეყნები არიან? უბრალოდ შევადაროთ და რომელ ბანაკში გირჩევნია ყოფნა, მე მგონი აი აქამდე მიდის ყველაფერი. დიახ, აქ არის პრინციპული სხვაობა თავად აი ამ პარტნიორობის შინაარსისა, ანუ ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს ადგილზე ინსტიტუტების გაძლიერებას, თანასწორი პარტნიორის გამოზრდას და შექმნას და შემდეგ განვითარებას, რომ მასთან კონდეს თანასწორი ურთიერთობა, მაშინ როცა რუსეთი ამდაგვარ თანასწორ პარტნიორობას საერთოდ როგორც ასეც არ აღიარებს, ხო? კიდევ ერთი საკითხი, გიორგი. ჩვენთან ახლა ეს კრიზისი, რომელიც არის. კერძოდ რა, ასე თქვათ, შესაძლო სცენარებს შეიძლება მოიცავდეს. ანუ აი გუშინ განაცხადა ქალბატონმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რომ ის რჩება კონსტიტუციის ერთგული და გარკვეულწილად აი ამ პოლიტიკურ პროცესს, რომელსაც გვთავაზობს ქართული ოცნება, მას არ ემორჩილება, ის რჩება თანამდებობას. როგორ წარმოგიდგენია შენ პოლიტიკური პროცესი მას შემდეგ, როცა აი ეს ფაქტი მოვა რაღაცა ფაქტებთან წინააღმდეგობაში. მაგალითად, ყაველაშვილის ინაუგურაცია და დაუშვოთ იქამდე არ მოხდა ამ პრობლემის რეზოლუცია. რას ვაკეთებთ მაშინ? კერძოდ, ინსტიტუტები, რომელიც მართავს ქვეყანას და უნდა მართავდეს ქვეყანას, ეს ინსტიტუტების საათ რა სიბრტყეშია უკვე განაწილებული. თუკი ჩვენ ვამბობთ, რომ უკვე ეს არალეგიტიმურია პარლამენტი, პრეზიდენტი, მაშინ კერძოდ ვინ გვმართავს და თაგვჭა მარტო სალომე ზურაბიშვილი მას კონსტიტუციის მიხედვით არც კანონმდებლის ფუნქცია არ აქვს და სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და აუცილებელია, ეს უფლებამოსილებებიც არ აქვს. სად შევდივართ, რა კრიზისში შევდივართ აქ ამ შემთხვევაში? მე კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ჩემთვის ძალიან მარტივად გამოიხატება ჩანს ესეთი სურათი, რომ სალომე ზურაბიშვილი რჩება ლეგიტიმურ სახელმწიფოს მეთაურად, სანამ მას ეყოლება კანონიერი შემცვლელი იმ დრომდე და დღეს ის არ ყავს, რადგან ყაველაშვილი არის დანიშნული არაკონსტიტუციურად. საარჩევნო კოლეგიის ნახევარს წარმოადგენს პარლამენტი არ ყოფილა აღიარებული არც ერთი ინსტიტუციის მიერ. პირველ რიგში ქვეყნის შიგნით და ეს არის უფრო მთავარი, მაგრამ ასევე ქვეყნის გარეთ. შესაბამისად, აი სალომე ზურაბიშვილი იქნება ისევ ლეგიტიმურად კანონის თვალსაზრისით სახელმწიფოს მეთაური, მაგრამ აქვე გეთანხმებით, რომ მას იგივე კონსტიტუციით რეალური უფლებამოსილებები არ გააჩნია, შესაბამისად ის გავლენას რეალურ მოვლენებზე საქართველოში პოლიტიკაზე
მნიშვნელოვან გავლენას ალბათ ვერ მოახდენს. სამაგიეროდ ამ ვითარებას ექნება სრულიად ნათელი გამოხატულება ქვეყნის გარეთ, რომ არც ერთი დემოკრატიული სახელმწიფო არ აღიარებს იმ დე-ფაქტო მთავრობას, რომელიც ჩამოყალიბდა აი ამ არალეგიტიმური პარლამენტის მიერ, არ აღიარებს აი ამ კომიკურ ვითომ პრეზიდენტს, ამ ჩვენს რეჟიმს ექნება ურთიერთობები რამდენიმე მეზობელ სახელმწიფოსთან, ზოგჯერ ეს მიდის ხოლმე ტრაგიკომიკურ ვითარებამდე, როდესაც მაგალითად ქვეყნები, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, აღიარებენ ამ ხელისუფლებას. ხო? აი მათთან ისიც არის თან სამწუხარო, რომ უკვე დე-ფაქტო როგორც ცნება, რომელსაც ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორიაში ვიყენებთ მხოლოდ და მხოლოდ აფხაზეთის და სამაჩაბლოს ეგრეთ წოდებული მთავრობების მიმართ და ეს ცნება გახდა ლეგიტიმური ჩვენი ხელისუფლების მიმართაც და უკვე სიტყვა ეგრეთ წოდებულიც ასევე ლეგიტიმურ სიტყვად იქცა და ლეგიტიმურ ცნებად იქცა და ძალიან რთული. ხო, ეს მოკლევადიან პერსპექტივაში, აი ის რაც მესახება, იქნება შედეგი 29 დეკემბრის შემდეგ მომხდარი რეალობების, იქ იგივე ფსევდო ინაუგურაციის და ასე შემდეგ. მაგრამ ბევრს აქვს ეს ნათქვამი, ვიტყვი მეც, რომ სრულ ვენესუელიზაციას და ბელარუსიზაციას, რასაც აქტიურად მოითხოვენ სხვათა შორის რუსეთში, ეგ არის იდეა, სასურველი შედეგი ჩვენი პოლიტიკური კრიზისის, რუსული გადმოსახედიდან არის საქართველოს ჩამოყალიბება ახალ ბელარუსად, ანუ ვასალად, რომელსაც მართავს რუსეთიდან კონტროლირებადი დიქტატურა. ამის გრძელვადიან სტაბილური ფორმით ჩამოყალიბებას მე პრაქტიკულად გამოვრიცხავ, რადგან ესეც ნათქვამია, მე მგონი ძალიან ნათლად, რომ სტაბილურ დიქტატურას სჭირდება რამდენიმე წინაპირობა აქვს და ერთ-ერთი არის ძალიან სერიოზული ეკონომიკური ბაზა. რეჟიმის ხელთ არსებული ძალიან დიდი ეკონომიკური რესურსი, როგორიც აქვს ვენესუელას სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნავთობის მარაგის სახით. არ ვიცი რამდენმა იცის ჩვენ მაყურებელმა, რომ ვენესუელა ერთ-ერთი პირველ ადგილას არის დადასტურებული მარაგებით. მეორე მხარეა, რომ ის ვერ უზრუნველყოფს ამ მარაგების მოპოვებასაც კი იმდენად, რომ ხალხი არ შემშილობდეს და მოსახლეობის მეოთხედი რომ არ იყოს გაქცეული. პირველ რიგში ეკონომიკური, პოლიტიკური მიზეზებითაც გაიქცა ბევრი, მაგრამ ეკონომიკური მიზეზებით, ხო? და მეორე ბელარუსი, რომელსაც გააჩნია, რომელშიც საბჭოთა კავშირი არ დასრულებულა, რომელმაც სრულად შეინარჩუნა იმ ჩვენზე მაშინ საბჭოთა პერიოდზე ბევრად უფრო განვითარებული ინდუსტრიული ბაზა, სამრეწველო და ასევე ჩვენზე ბევრად უფრო განვითარებული სასოფლო სამეურნეო სისტემა. ახლა ჩვენ ვამაყობდით ყოველთვის, რომ აი მევენახეობა, ღვინის წარმოებელი, ხო, ეკონომიკაში ეს არ თამაშობდა იმხელა წილს, როგორც ბელარუსის სოფლის მეურნეობა თამაშობდა მის ეკონომიკაში და ბელარუსის მრეწველობა კი მთელი ქართული სოფლის მეურნეობა ბელარუსული ტექნიკით მუშავდებოდა და მგონი დღესაც ბელარუსი ტრაქტორი არის მე მგონი ყველაზე უფრო გავრცელებული ტექნიკა ყოველთვის შემორჩენილია. ხო, ეს ყველაფერი საქართველოს არ გააჩნია, საქართველოს ეკონომიკურ მდგრადობას შედარებით მდგრადობას, ლარის კურსის მდგრადობას, მათ შორის იწვევდა მუდმივი შემოდინებები ჯერ ასობით მილიონი დოლარისა და ევროსი, რომელსაც ყოველწლიურად იღებდა ეს ხელისუფლება, ზოგჯერ არის ხომ ლაპარაკი იმაზე, რომ აი ჩვენ რაზეც გვინდოდა იმაზე კი არ ხარჯავთ. რაზეც უნდა დაეხარჯათ, ის ჩვენი ეკონომიკის მდგრადობას და ჩვენი ლარის კურსს პირდაპირ უზრუნველყოფდა. ხო? ამას ქვია მიმდინარე ანგარიში. რამდენი ვალუტა შემოვიდა, რამდენი გავიდა. და ეს ბალანსი განსაზღვრავს შენი სახელმწიფო ვალუტის კურსს. კი ბატონო. ხო, როდესაც შენ უცბად მოგაკლდება რამდენიმე ასეული დოლარი ამ მიმდინარე ანგარიში, ეს აისახება სულ მცირე ლარის კურსზე. მეორე
გამორიცხულია საქართველოს აი ამგვარ მდგომარეობაში დარჩეს და ის მთლიანად არ დაიცალოს იმ მწირი დასავლური ინვესტიციებიდან, რომელიც დღეს გვაქვს. ეს შემცირებულია დიდი ხანია, ამ ხელისუფლებამ დიდი ხანია დაკარგა, თუ კი რაიმე ნდობა ქონდა ეკონომიკური ბიზნეს წრეებს დასავლეთში, ისტორიულ მინიმუმზე ვიყავით წლების განმავლობაში ინვესტიციების შემოდინების თვალსაზრისით, დღეს ჩვენ თუ კი რაიმეა დარჩენილი, იმის გადინებასაც ვნახავთ ყოველ შემთხვევაში იმ წრეებისა, რომელიც პირდაპირ არ არიან რაღაც კორუფციულ გარიგებებში კონკრეტულ ვიღაც ადამიანებთან და ივანიშვილთან. ასე რომ მე ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რომ საქართველოში ჩამოყალიბდეს სტაბილური დიქტატურა. მე არ ვამბობ, რომ ეს აუცილებლად ორ თვეში ესე დაასრულებს რეჟიმს. მე ვამბობ, რომ ეს რეჟიმი არ უნდა გეგმავდეს აი იმ განცხრობით ხო, მაგრამ ყოფნას რომ ჩააცხრობს, აი, იმიტომ რომ გეგმა ყოველთვის ეს იყო. რომ აი გადაულით ენერგია გამოეცლება პროტესტებს, დაბრუნდებიან სახლებში და ყველაფერი კარგად იქნება და თუ არ დაბრუნდებიან, ნუ ერთ ქუჩაზე მოვლენ, დადგებიან და წავლენ. ხო, მაგრამ მათი ანგარიში მე მგონი მაინც აი ამ შესაძლო ასე თქვათ რეჟიმის ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად ალბათ არის ერთგვარი აქსისის შექმნა, ღერძის შექმნა, რუსეთი, იმიტომაც ჰქონდათ ვიზიტები ირანი, ჩინეთი და აი ამ ნაკადში საქართველოს როგორც მომსახურე პუნქტი. რაღაცა საბაჭო ნაკადების და ამ ნაკადებში შეიძლება ვიღაცები მართლა ძალიან გამდიდნენ. საზოგადოების უმრავლესობას არ ექნება, რა თქმა უნდა, არანაირი წვდომა ამ სიკეთეებზე ჩვენ ყველა დავზარავთ. მე ეჭება რომ საქართველოს ჩაენაცვლოს მაგალითად აზერბაიჯანს, რუსეთ, ირანს შორის ფიზიკურ დაკავშირებაში. თვითონ ირანს არ აქვს იმის რესურსი, რომ სომხეთზე ააშენოს ისეთი ეკონომიკური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, რომ უკვე დაწყებული რკინიგზის მშენებლობა, მაგალითად, რომელიც აკავშირებს მას აზერბაიჯანთან, გადმოამისამართოს სომხეთზე და საქართველოზე. ჯერ რესურსი არ აქვს და მეორეც ერთი არანაირი ინტერესი არ აქვს თვითონ პოლიტიკური და გეოპოლიტიკური, ეს უზარმაზარ რისკებთან არის დაკავშირებული. ანუ არ შეუძლია და არ უნდა. და ჩინეთზე უკვე ვთქვი, არანაირი ინტერესი არ აქვს ჩინეთს, რომ დაიწყოს რაღაცა დიდი ფინანსური შემოდინებები. აი დღეს მაგალითად კობახიძე ხვდებოდა ბიზნესის წარმომადგენლებს, ვივარაუდებ, რომ ის მორიგ-ჯერზე ის აბოლებს მათ, რომ ნუ გეშინია დასავლეთს ჩინეთით ჩავანაცვლებთ, ვერ ჩაანაცვლებთ, იმიტომ რომ არ ჭირდება და არ აინტერესებს ჩინეთს მაინც და მაინც. იმიტომ რომ ჯერ ეს ერთი ჩინეთს და რუსეთს შორის არსებობს ძალიან მარტივი ურთიერთგაგება, რომ საქართველოს ჩინეთისთვის რჩება რუსეთის უკანა ბაღად. არასდროს ჩინეთს საქართველოში არ განუხორციელებია გადაუდგამს ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა რუსეთის ინტერესს. აი მაგალითად განსხვავებით ყაზახეთისგან. კი, იქაც არსებობს ცენტრალურ აზიაში არსებობს რაღაც ურთიერთგაგება. და სანამ ცენტრალურ აზიას არ ექნება აზერბაიჯანზე და საქართველოზე გამავალი პირდაპირი გზა დასავლურ ბაზრებზე, ისინი ნამდვილად ბოლომდე სუვერენიტეტს და თავის ეკონომიკურ პოტენციალს ვერ განახორციელებენ სრულად, მაგრამ სულ მცირე ყაზახეთის ფიზიკური უსაფრთხოებისთვის ჩინეთმა გააკეთა ისეთი განცხადება, რომელიც რუსეთს დააფიქრეს ბევრჯერ, სანამ ჩრდილოეთ ყაზახეთში რაიმე ახალ ავანტიურას დაიწყებს. ჩინეთმა მისცა ყაზახეთს უსაფრთხოების გარანტიები, ეს არის მარტივი ფაქტი. საქართველოში სულ სხვა მდგომარეობაა და თითქმის ყველა სხვა ქვეყანაში. ჩინეთი ექცევა საქართველოს როგორც რუსეთის გავლენის სფეროს. მორჩა. ასე რომ აქ ლაპარაკი არ არის, რომ ჩინეთი შემოვარდება და რაღაცა დიდ ეკონომიკურ საქმიანობას დაიწყებს, რომელიც ჩაანაცვლებს დასავლურ შემოდინებებს საქართველოში. ასე რომ არარეალისტური მგონია და აქედან გამომდინარე მდგრადი დიქტატურა საქართველოში გამორიცხულად მიმაჩნია. იმედია. გიორგი, ერთი საკითხიც გავარკვიოთ, დავუშვათ. აი ეს პროტესტი რომელსაც ვამწითებთ, გვინდა წარმატება გამოგვივიდეს. და მოდი ახლა ეს სცენარი განვიხილოთ. დავუშვათ წარმატების შემთხვევაში. წარმატების შემთხვევაში, კერძოდ როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ პოლიტიკური მოვლენები. ანუ თუ კი ჩვენ არჩევნებს გავაანალიზებთ და იქ არჩევნების
манипуляციის ხარისხზე ვიმსჯელებთ. ჩვენ თუ კი რაღაცა ანალიტიკურად ავიღებთ exit polls-ების შედეგებს, როგორც სავარაუდოდ საზოგადოების განწყობების რეალურ ამსახველს, აქაც ჩანდა ქართული ოცნების პარტიის ხარდაჭერის ხარისხი ძალიან მაღალი იყო. ახლა აქ ამ შემთხვევაში დაუშვათ დაინიშნა არჩევნები. და დაუშვათ ამ არჩევნების შემდეგ თუ იგივე მხარდაჭერა არა, მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მაინც დააფიქსირა, ანუ არ არის კონსტიტუციურ უმრავლესობაში, არ არის იმ უმრავლესობაში, რომ მთავრობა ჩამოაყალიბოს, მაგრამ არის წარმოდგენილი მნიშვნელოვანი პროცენტით, რომელიც გამოსახულია 10%-ებში. აქ ამ შემთხვევაში პოლიტიკური კრიზისის დაძლევის რა მექანიზმები გვაქვს. ანუ ჩვენ გვაქვს კონკრეტული კონსტიტუციური გადატრიალების ერთგვარი მცდელობა და ახლა ამ ფონზე ისჩება თუ არა დამნაშავეები, გვაქვს თუ არა კონკრეტული პასუხისმგებელი პირები. მეორე საკითხი კიდევ ამ კრიზისმა რაც გვაქვს ახლა ჩვენ გამოვიდა ძალიან მწვავე პრობლემები სისტემურ, ასე ვთქვათ, ერთეულებში. ანუ პოლიციის სისტემა პრაქტიკულად არათუ თავის ფუნქციას არ ასრულებს, არამედ დანაშაულებრივად მოემსახურა საზოგადოებას. რას უშვებთ პოლიციას? სასამართლო სისტემა. აი აქაც სადამსჯელო ფუნქცია შეასრულა. და სასამართლო ფუნქცია ვერ შეასრულა, ასე რომ ვთქვათ. პოლიტიკოსები, რომლებიც წარმოდგენილი არიან აი ამ ეგრეთ წოდებული არჩევნებით. და პრემიერ-მინისტრი, რომელიც წარმოდგენილია დე-ფაქტო, ასე ვთქვათ, მდგომარეობით. და იმ ტოქსიკური პოლიტიკით, რასაც ის გვთავაზობს. ისევ იმ არჩევნების შედეგები, თუ კი მას აქვს ლეგიტიმაცია, რომ საკანონმდებლო ორგანოში ადგილი ჰქონდეს და დარჩეს პოლიტიკოსად. ჩვენ აი ამ რეალობებს როგორ პასუხობთ? თუ ეს კრიზისი რო გადაწყდება, ამის შემდეგ კონფრონტაცია კიდევ უფრო ღრმავდება, იმიტომ რომ ვეძებთ უკვე დამნაშავეებს და დამნაშავეების პასუხისმგებლობას მივადევნებთ უკვე კონკრეტულად ყურადღებას. აი, როგორ წარმოგიდგენია ეს? პირველი არ მგონია, რომ ქართულმა ოცნებამ შეინარჩუნოს იმის მიახლოებითი პოზიციებიც კი, რაც მან დაიწერა წინა არჩევნებში. გაზვიადების და მიწერის და მოპარვის მიუხედავად, რაც ჰქონდა რეალურად, ისიც აღარ ექნება იმის შედეგად, რაც საზოგადოებამ იხილა, ბევრი ვიცი, ვინც ან იძულებით მისცა, ან კიდევ რაღაცა ილუზიების გამო მისცა და დღეს გადმოსულია მეორე მხარეს. ასე რომ გამოვრიცხავ, რომ ძალიან სერიოზული კარგი შედეგი აჩვენოს ქართულმა ოცნებამ ნებისმიერ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. ყველა შემთხვევაში ოპოზიციურ კოალიციას აქვს აბსოლუტურად ყველა შესაძლებლობა პოლიტიკური ნების შემთხვევაში, რომ ჩამოაყალიბოს მდგრადი მთავრობა. ეხლა ამ კოალიციას რა პრობლემები ექნება ცალკე საკითხია, ჩვენ ხედავთ ხოლმე, რომ ყველა მნიშვნელოვან საკითხებზე ზოგჯერ ვერ აღწევენ რაღაც შეთანხმებას კი არა და ზოგჯერ მათი ერთად დასმა არის ხოლმე პრობლემა და ეს სერიოზული პრობლემაა. მაგრამ გამოვრიცხავ, რომ ქართულმა ოცნებამ ნებისმიერ სამართლიან არჩევნებში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიოს. თქვენ ახსენეთ ალბათ ყველაზე უფრო ფუნდამენტური პრობლემები, რომელიც ჩვენ საზოგადოებას წინა აქვს და გადასალახი აქვს. იმიტომ რომ თავის მოჩვენება თითქოს არაფერი არ მომხდარა, თითქოს კონკრეტული ადამიანები არ ჩადიოდნენ სისხლის სამართლის დანაშაულს ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ. თითქოს მთელმა პოლიტიკურმა კლასმა არ ჩაიდინა უზარმაზარი პოლიტიკური დანაშაული. ხო? ამის თავის მოჩვენება შეუძლებელი იქნება. მაგრამ მე ასევე მგონია, რომ ქართული ოცნება, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, ნორმალური არჩევნების შემდეგ შეიძლება საერთოდ გაქრეს. და ამის მიუხედავადაც მგონია, რომ საზოგადოებაში დარჩება ძალიან სერიოზული დილემა, დაპირისპირებაც შესაძლოა, იმიტომ რომ ერთია რანაირი ოპოზიცია ყავს მაგალითად დღეს აი ამ დე-ფაქტო ხელისუფლებას,
უმეტესად ძალიან ინტელიგენტური, მშვიდობიანი ადამიანები და მეორე არის თან რაღაც გარკვეული ღირებულებების ადამიანები, ხო? და მეორე არის როგორი ოპოზიცია ეყოლება მომავალ ხელისუფლებას. ეს არ არის ადვილი საკითხი. არ ვარ ამის სპეციალისტი, მაგრამ როგორც მოქალაქეს მე წარმომიდგენია, რომ ეს ძალიან ეს იქნება განსაზღვრელი იმისა, ჩვენი მომავალი ისტორია რა მიმართულებით განვითარდება. ერთის მხრივ გამორიცხულია უბრალოდ ესე დავიწყება იმისა, რა დანაშაულებიც იქნა ჩადენილი, მეორე მაინც საჭირო იქნება რაღაცნაირი ბალანსის მიღწევა იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა, კი არა, აი ევროპის ქვეყნებს აქვთ გამოცდილება, ჩილეს აქვს გამოცდილება და ბევრ სხვა ქვეყანას, რომელშიც იყო დიქტატურები და შემდეგ მოვიდა დემოკრატიული მმართველობა, როგორ მოხდა რაღაც აი გარდაუვალზე რეაგირება, მაგრამ დანარჩენზე ერთგვარი ეროვნული შერიგებისკენ ნაბიჯების გადადგომა. ჩემს სტუდენტებს ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებით ვცდილობ ხოლმე მივაწოდო ესპანეთის დემოკრატიზაციის და ევროპეიზაციის, ევროპაში ინტეგრაციის ისტორიული შემთხვევა, როდესაც 1975 წელს ფრანკოს გარდაცვალებიდან რამდენიმე წელში ესპანეთი დაადგა დემოკრატიული რეფორმების გზას და 80 წელს შევიდა ევროკავშირში. და 86 წელს უკვე ევროკავშირის წევრიც იყო და ნატოს წევრიც იყო. წარმოიდგინეთ და აქ იყო მთავარი ელემენტი იმაში, რომ პოლიტიკურმა ელიტამ გამოიჩინა ნება საზოგადოებასთან ერთად, რათა ძალისხმევა მიემართა ერთი მიზნისკენ. ასე რომ ეს პოლარიზაცია ყბადაღებული, ჩემი აზრით არის ალბათ მაინც ყველაზე დიდი განსაცდელი, რომელსაც ჩვენ რაღაცნაირად უნდა გადავაბიჯოთ, ვიმეორებ, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ, მაგრამ გარკვეული შერიგების პროცესის გარეშე მომავალ ხელისუფლებას კი არა და თაობებს არ ექნებათ სტაბილური განვითარების შესაძლებლობა. ხო, ანუ აქ არის ერთი სერიოზული პრობლემა, როცა ახლა ამ საკითხებზე ვფიქრობთ. გასაგებია, რომ ალბათ ადამიანმა არ უნდა იზრუნო და არ უნდა იფიქრო 1 მილიონის დახარჯვაზე, მაშინ როცა ჯერ მხოლოდ ლატარია გიჭირავს ხელში და ჯეკპოტი არ მოგიგია, ხო? ჯერ კიდევ ეს გამარჯვებაა მოსაპოვებელი, მაგრამ მოპოვებისთანავე უცებ ხდება ეს პრობლემები ძალიან აქტუალური. მაგალითად, აქვს თუ არა ქართულ საზოგადოებას რესურსი, რომ ახალი საპოლიციო კორპუსი შექმნას და ახალი კადრები მოიზიდოს. აქვს თუ არა ქართულ საზოგადოებას ქართული იურისპრუდენციას იმისი რესურსი, რომ ახალი მოსამართლეები გამოიმუშაოს. ან ახალი პროკურატურა გამოიმუშაოს. ანუ დადგება სერიოზულად რეკრუტირების პრობლემაში, ანუ სერიოზული საკითხები იქნება ჩვენს წინაშე გადასაწყვეტი. და არ ვიცი, ძალიან სერიოზული პრობლემები დაიწყება მერეც. ირაკლი, მე პოლიციელების პრობლემაზე უფრო მნიშვნელოვანი მგონია მოსამართლეების პრობლემა, რადგან ყველა ქვეყანაში პოლიციელად მიდის ადამიანი, რომელიც ზოგჯერ არის ხოლმე ექმნება რაღაცა ხიბლი, რომ აი ძალადობა გამოიყენოს და ამ შემდეგ მით უმეტეს თუ ამისთვის ის წახალისებული არის ხელისუფლების მხრიდან, როდესაც მან იცის რომ ის არ დაისჯება, როდესაც მან იცის რომ მოსამართლეც ისეთივე პოლიციელია, როგორც თვითონ სამსახურში ხელისუფლების. მას არანაირი მუხრუჭები აღარ აქვს და მისი ზოგიერთი ადამიანის ინსტინქტი იმის ნაცვლად რომ დაიცვას და ემსახუროს, არის ხოლმე რომ გადაუაროს და ცემოს ვიღაცას ზოგი არ გავიცი, მე ხო ზოგ ბავშვობის კომპლექსი აქვს თუ რა აქვს. უბრალოდ ეს ძალადობისადმი მიდრეკილება ეს არ არის რაღაც ჩვენი ენდემური საკითხი. ბევრ ქვეყანაშია და მთავარი დამზღვევი პოლიციის ძალადობისგან არის სასამართლო სისტემა, კანონის უზენაესობის სისტემა. ამის გარეშე რამდენჯერაც არ უნდა გამოვცვალოთ კადრები პოლიციაში. თუ კი არ იქნება გარანტია იმისა, რომ კანონი იმოქმედებს ყველას მიმართ თანაბრად, მაშინ საბოლოო ჯამში დაუბრუნდებით იგივე მდგომარეობაში. თქვენ გემახსოვრებათ, რომ არაჩვეულებრივი ხალხით ჩამოყალიბდა, როდესაც პატრული შეიქმნა პირველად. კი ბატონო.
მე აღმოჩნდა რომ არ ვიცი ხა როგორ გამოვიდა ეგ ამბავი, ფაქტია რომ მე აგერ ხელსახეზე გვაქვს რომ ეს ხალხი თუ პირდაპირ არ მონაწილეობდა ხალხის დარბევაში და მათთვის პირადი ნივთების მოპარვაში, სულ მცირე მოგროვდნენ ან თვალის გამრიდებლად, ან ზოგჯერ პირდაპირ მომსახურედ აი იმ კრიმინალური დაჯგუფებების, რომლებიც ამას აკეთებდნენ, ხო? ესე რომ პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის ალბათ სასამართლო რეფორმა, მოსამართლეების სანდო დამოუკიდებელი სამართლიანი სასამართლოს ჩამოყალიბება. კი, რთული საქმეა. მეგობრებო, ეს გახდათ გიორგი ბადრიძე. ძალიან საინტერესოდ ვისაუბრეთ. მე სურვილი კი მქონდა რომ უფრო მეტხანს გვესაუბრა, მაგრამ ახლა კონკრეტულ დღეს და კონკრეტულ შეხვედრაში დროშიც ვარ შეზღუდულები. მე იმედი მაქვს რომ კიდევ მეყოლებიც სტუმრად და კიდევ უფრო საფუძვლიანად ბევრ პრობლემაზე ვისაუბრეთ უკვე წარმატებულ საქართველოში ახალი პრობლემატიკით. მადლობა და სიამოვნებით გეწევით კიდევ. გაიხარეთ. მეგობრებო, ეს გახდათ გადაცემა პროექტი ვერიტას. მე გემშვიდობებით მომავალ კვირაში ვხვდებით იგივე არხზე. ნახვამდის.